მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. დღეს გვექნება საუბარი განათლებაზე, განსაკუთრებით განათლებასა და შრომის ბაზარზე. რა თქმა უნდა, ეთნიკური უმცირესობების ჭრილში და დღეს ანართან ერთად ვისაუბრებთ იმ სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობაზე, რომელიც საბოლოო ჯამში შრომის ბაზარზე გვიზღუდავს ხელმისაწვდომობას. ანარი და მისი თანაგუნდელები ჩაატარეს კვლევა, სადაც ერთ-ერთი მთავარი განზომილება იყო სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობები, რომელიც ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საერთო ჯამში განათლების სისტემის. და რას ეხებოდა თქვენი კვლევა და რას ეხებოდა ზოგადად ამ კვლევის მასშტაბი და რა მნიშვნელოვანი პოინტები იყო საბოლოო ჯამში ამ კვლევის პროცესში, რომელიც თქვენ ამოგითხეთ. მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, ჩვენი კვლევა ძირითადად ეხებოდა ახალგაზრდების პრობლემებს, ეთნიკურად უმცირესობების პრობლემებს. როგორც ვიცით, აქამდე კვლევები ტარდებოდა ცენტრიდან, ესე იგი თბილისიდან ტარდებოდა სხვადასხვა კვლევები, რომელიც მოიცავდა მთლიან ეთნიკურ უმცირესობებს და მოკლე ჭრილში არ განიხილავდა, ვთქვათ, აზერბაიჯანულ ახალგაზრდების პრობლემებს და ხშირ შემთხვევაში ეს კვლევები ძირითადად ზედაპირული ხასიათის იყო და ჩვენ გვაინტერესებდა სინამდვილეში რა პრობლემები ჰქონდათ ამ ახალგაზრდებს, ეთნიკურად აზერბაიჯანულ ახალგაზრდებს, რომლებიც ამთავრებენ სკოლას და მერე იწყებენ სწავლას უნივერსიტეტში და შემდეგი პროცესი უკვე განათლების მიღების შემდეგ ეძებენ სამსახურს. ეს პერიოდი ძალიან გვაინტერესებდა ჩვენ კვლევარებს, ჩვენ გუნდის წევრებს და დავიწყეთ ამ პროცესის ანალიზი თავდაპირველ ეტაპზე მეორად ინფორმაციის დახარისხებით, ხოლო შემდეგ უკვე რეგიონებში თითოეული რეგიონის ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტ თუ უკვე კურსდამთავრებულთან ჰქონდა პირდაპირ ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფები და სხვადასხვა სახის ინტერვიუები. ესენი ძირითადად ამ კვლევის ძირითადი მიზანი შეგვიძლია ავწეროთ როგორც ამ ახალგაზრდების წინ დახვედრილი პრობლემები, როგორც საშუალო განათლების პერიოდში, ისე უმაღლესი განათლების პერიოდში, ასევე სხვა სოციო-ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მათი განათლების მიღებაზე თუ შემდეგ უკვე დასაქმების პროცესში. და ეს პრობლემები საიდან იწყებოდა? აი, საბავშვო ბაღიდან იწყება, ზოგადად ეს პრობლემები თუ სანამ განათლების სისტემასთან შეხება ეკნებოდა, თუ მანამდე იწყებოდა. ზოგადად ეს პრობლემის სათავე საიდან იწყება? ძალიან კარგი კითხვა. ახლა ჩვენ კვლევა დავიწყეთ აბიტურიენტებთან, ანუ ჯერ გვაინტერესებდა აბიტურიენტების და შემდეგი პერიოდი, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა წარმოიშვებოდა ჯერ კიდევ სკოლამდელ დაწესებულებებიდან, საბავშვო ბაღებიდან. უნდა აღნიშნოს, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანულებით დასახლებულ სოფლებში ძალიან იშვიათად ხდება საბავშვო ბაღი. ეს შესაბამისად აისახება ამ ბავშვების სკოლამდელ განათლებაში. ხოლო შემდეგ უკვე სკოლაში არსებული პრობლემები თავისთავად ახდენს გავლენას, როგორიცაა ინფრასტრუქტურის პრობლემები, ასევე შეიძლება ვთქვათ ტრანსპორტის პრობლემები. თუ ადრე ძალიან ბევრი სკოლა არსებობდა საბჭოთა პერიოდით ამოყოლებული სხვადასხვა სოფელში, დღესდღეობით ბევრი რაოდენობის სკოლა დაკეტილია და ბავშვებს უწევს სხვა სოფლებში სიარული ან ცენტრში სიარული, რომ უფრო კარგი განათლება მიიღონ ან თუნდაც სკოლაში წავიდნენ და ინფრასტრუქტურის პრობლემები, ასე ტრანსპორტის პრობლემები ხელს უშლის. არ აქვს ოჯახებს მაგის საშუალება, რომ თავიანთი შვილები მანქანის დაყავდეთ, იმიტომ რომ უმრავლესობას არ ყავს მანქანა. ზოგს ყავს მანქანა, მაგრამ დღე-დღე მუშაობს და შესაბამისად ვერ აქცევს ბავშვებს. ანუ შეგვიძლია ჩვენ ასე შევაფასოთ ეს სიტუაცია, ხო? ანუ სანამ ზოგადად განათლების სისტემასთან შეხება იქნება ამ ახალგაზრდებს, აბიტურიენტებს თუ სკოლის მოსწავლეებს, მანამდე იწყება ეს უთანასწორობა. ანუ ისინი ისედაც, სასტარტო პირობები ამათ არ აქვთ თანასწორი და მანამდეც არიან უთანასწორი ამ მოცემულ სისტემაში.
კი, მაგაში გეთანხმები, იმიტომ რომ ეკონომიკური ან სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა ოჯახებში ძალიან სავალალო მდგომარეობაშია და რაც თავისთავად აისახება. ახლა რო ვთქვათ, რომ ერთი და იგივე სკოლა არისო, ვთქვათ თბილისშიც, მარნეულშიც, საბოლოო ჯამში რეალურად ესე არ გამოდის. შეიძლება სკოლის შენობა იგივეა, სამსართულიანი, მაგრამ იქ მიღებული განათლების დონე განსხვავდება. ისიც უნდა აღნიშნოს, რომ მაგალითად მასწავლებლების კვალიფიკაცია განსხვავებულია. არის სკოლები, სადაც მათემატიკის მასწავლებელი ხსნის ქიმიასა და ფიზიკას, რომელსაც კვალიფიკაცია არ გააჩნია და შესაბამის ცოდნას ვერ აძლევს რა. არის სკოლები, სადაც საქართველოში არ ვიცი, რამდენი სკოლა იქნება, რომელსაც ლაბორატორია აქვთ, სტუდენტებს, მოსწავლეებს შეუძლიათ შევიდნენ და გაანალიზონ თუნდაც უჯრედს აუკვირდნენ მიკროსკოპით. და რამდენად მართებლად მიგაჩნია ის მიდგომა, რომ აი ჩვენ ხშირ შემთხვევაში განათლების ზოგადად განათლების სამინისტროსგან ვუსმენთ პოზიციებს და ზოგადად მათი მიდგომა ეფუძნება იმას, რომ აი განათლების საკითხები უნდა განიხილებოდოს უშუალოდ ამ ვიწრო პრიზმიდან განათლების კონტექსტში. და თქვენი გულებები მაგალითად დაგვანახა იმ მოცემულობას, რომ აი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებს თუ ვერ ამოვგითხავთ ამ პროცესში, სრულყოფილად რა პრობლემებს ეფუძნება და რადომ ვერ იღებენ სრულყოფილ განათლებას, ამ ამოცანას ვერ ამოვხსნით. და აი რამდენად მართლად მიგაჩნია იმ მიდგომა რომ განათლების სამინისტრომ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს განათლებაზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში საერთოდ არ იხილავს. ეხლა მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა რო წარმოვიდგინოთ, ანუ თუ ქვედა დონის მოთხოვნილებები არ გაქვს დაკმაყოფილებული შესაბამისად, შემდეგი განათლების მიღება თუ თვითრეალიზაცია ძალიან რთულია და მე მგონი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას და მაგის ესე განცალკევება და თვალის დახუჭვა შესაბამისად არალოგიკური მეჩვენება სიმართლე რო გითხრა, ანუ მოსწავლე რომელიც სკოლაში ვერ დადის, რა ვიცი, დღე-დაღამშია და შესაბამის ანუ მისი მოთხოვნილება მიმართულია საკვების მიღებაზე და ესე ვთქვათ გადარჩენაზე ბჭყალებში მას ესე იგი უმაღლესი ანუ ძალიან მაღალი განათლების მიღების მოლოდინი ძალიან არასწორია. და ჩვენ ზოგადად დღევანდელ მოცემულობაში ახლა განათლების სისტემას მიდგომა და ზოგადად მათი პოზიცია ერთია, მაგრამ თუნდაც საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობას რო გავითვალისწინოთ, ხო? და უფასო გვევაზე, რომელიც დიდი ხანია ადვოკატირების საგანია და მიუხედავად იმისა, არაერთხელ ხაზს უსვამთ ამ საკითხს, რომ სკოლებში, საჯარო სკოლებში არ აქვს ასე ვთქვათ შესაბამისი სერვისები, კაფეტერიები თუ სხვა ფორმით, ასე ვთქვათ, ეს გვევაზე ხელმისაწვდომობა. აი შენ ახსენე ზოგადად ეს საკითხი და მინდა რომ უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ეს თემა. აი როცა ბავშვიშია, ხო? დილის 9-ზე დაიწყო მისი პირველი გაკვეთილი და რომელიც უნდა იყოს შუადღის 2 საათამდე თუ 3 საათამდე. როცა ბავშვში აი რამდენად შესაძლებელია მდგომარეობაში ჩვენ ვისაუბროთ სათანადო განათლებაზე და ხარისხიან განათლებაზე. თავისთავად ახლა ვერ ვისაუბრეთ სამ ხარისხიან განათლებაზე, ანუ თუ ბავშვშია შესაბამისად პირველი 3 გაკვეთილი შეიძლება გაუძლოს მისი ყურადღების ცენტრში იყოს შესაბამისი საგანი, მაგრამ შემდეგი უკვე შუადღის გაკვეთილებზე მან შეიძლება ვერ მიიღოს ან ყურადღება უკვე გაფანტული. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანულ სკოლებში ან სომხურ სკოლებში შემთხვევაშიც ისინი დამატებით სწავლობენ შესაბამისად მათ მშობლიურ ენას, ესაა აზერბაიჯანული და სომხური და მათი ცხრილი საბოლოო ჯამში გამოდის უფრო დატვირთული ვიდრე ქართულენოვან სკოლებში. თუ მაგალითად ქართულენოვან სკოლებში ძირითადად 6 გაკვეთილია და გამონაკლისის შემთხვევაში 7, ესე იგი ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ძირითადად არის 7-8 გაკვეთილი. შესაბამისად მათი სახში დაბრუნების პერიოდიც უფრო გვიანია და მე ძალიან ბევრი მოსწავლისგან მსმენია, რომ დღის განმავლობაში ისინი ვერ კონცენტრირდებიან შესაბამის საგანზე, იმიტომ რომ 3-ზე და 4-ზე მიდიან სახში. და შეგვიძლია საბოლოო ჯამში ასე შევაჯამოთ ეს საკითხი, რომ სასტარტო პირობები, რომელიც საერთო ჯამში განაპირობებს ხელმისაწვდომობას
ბუნებრივია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული კუთხით, არამედ როცა გააქვს ინფრასტრუქტურა სათანადოდ და მასწავლებელით თუ სხვადასხვა ფორმით შეგიძლია იარო ამ საბავშვო ბაღში თუ სკოლაში, მაგრამ იმ სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები თუ სათანადოდ არ არის დაკმაყოფილებული, მაინც ვერ მიიღებ იმ ხარისხიან განათლებას, რითაც საბოლოო ჯამში შემდეგი საფეხურზე უნდა მიაღწიო. და ფაქტობრივად გამოდის, რომ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების დაკმაყოფილების გარეშე განათლების სისტემა უძლურია, რომ მიაწოდოს ის, რისი მიწოდებისთვისაც ფაქტობრივად არის შექმნილი. და შემდეგი კითხვა ზუსტად ამას შეეხება, ან ნებისმიერი საფეხურზე გჭირდება თუ არა ამ მოთხოვნილებების იმ ტონითვე დაკმაყოფილება, თუ ეს ხარისხი და მოცემულობა იცვლება მაგალითად საფეხურების მიხედვით, მაგალითად საბავშვო ბაღების შემთხვევაში, სკოლების შემთხვევაში, თუ უმაღლესი განათლების შემთხვევაში. ესე იგი თქვათ ეს მოსწავლეები სკოლაში როგორმე დაამთავრეს სკოლა და ისწავლეს, მაგრამ შემდეგი უკვე უმაღლესი განათლების მიღების შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ თანასწორობა იყოს, ესე რომ ვთქვათ, რომ შესაბამისი რაოდენობის ეთნიკური უმცირესობა ვის წარმომადგენელი მოხდეს უნივერსიტეტში. როცა მათ ეკონომიკური საშუალება არ აქვს, შესაბამისად ეს აბიტურიენტები ვერ აბარებენ. ან რომც ჩააბარონ უნივერსიტეტში, ვერ აგრძელებენ სწავლას, ან ფინანსური საშუალება არ აქვს. ვერ იხდის გადასახადს, შესაბამისი განათლება არ ქონდა, ვერ მოიპოვა გრანტი. ესეთი მოსწავლეები ჩაგრებიან აბიტურიენტები და ვერ სწავლობენ. ხოლო არის გამონაკლისი, ანუ სხვა დანარჩენი, რომელიც ახერხებს ესე ვთქვათ უნივერსიტეტში სწავლას, იმათ აქვს კიდევ განსხვავებული პრობლემები, იმიტომ რომ სწავლის გადასახადთან ერთად მათ უწევს თბილისში ჩამოსვლად ქირის გადასახადის გადახდა. ეგ დამატებითი აწვება ოჯახს. შენ შემთხვევაში სტუდენტებს თვითონ უწევთ მუშაობა ღამის წლებში და დამატებითი შემოსავლის შემუშავება, რათა დაფარონ ეს ტრანსპორტის ხარჯი, უნივერსიტეტის ხარჯი, ასევე მათი კომუნალური იქნება თუ ქირის საფასური. და ეგ თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს და შემდეგ შესაბამის ყურადღებას ვერ აქცევენ. ანუ რეალურად უფრო იზრდება ეს სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებები, ეს საფეხურის გაზრდასთან ერთად. ანუ საზოგადოებაში შესაძლოა იყოს საპირისპირო მოცემულობა თუ მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან უფრო იზრდება მაგალითად საბავშვო ბაღში თუ არის 3 წლის და უფრო დიდი მოთხოვნილებები აქვს, თუ გახდება მაგალითად სტუდენტის თქვათ უმაღლესი საფეხურზე უნივერსიტეტში მოთხოვნილებები უფრო მცირდება, ხო? ანუ რეალურად საპირისპიროა, ხო? უფრო იზრდება, რადგან რეგიონის ცვლილება მოუწევს, ცენტრში ასე ვთქვათ გადაადგილების საკითხი არის კიდე ამავდროულად უნდა იმუშაოს და ასე შემდეგ, ხო? და აი ზუსტად ეგ ნაწილი მაინტერესებს. საბოლოო ჯამში საითგენ მივდივართ ამ მოცემულობას. აი ეგ როცა სკოლაში სათანადოდ არ გაქვს განათლება მიღებული საბაზისო განათლება. სკოლაში უნივერსიტეტში რა ტიპის პრობლემებს ქმნის? უნივერსიტეტში სხვადასხვა პრობლემაა. ჯერ ერთი რომ სკოლაში რო ვერ ისწავლა ენის პრობლემა იქნება და უნივერსიტეტში დამატებითი დროის ხარჯვა უწევს, რომ ისწავლოს ეს ქართული ენა, რომელსაც დამატებით საფასურს იხდის, დროს ესე ხარჯავს. და ამის პარალელურად მე იწყებს ბაკალავრზე. ბაკალავრიატზე მას აქვს დამატებითი ის პრობლემა, რომ მაგალითად ფიზიკა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნები კარგად ვერ შეისწავლა, კონკურენციას ვერ ეწევა ქართულ სტუდენტებთან და უწევს დამატებითი დროის დახარჯვა, რომ სკოლის მასალა ითვისოს და მე შემდეგ ესე ვთქვათ, ქართული ენის სწავლა, ეს სკოლის მასალის სწავლა და პლუს უკვე უმაღლესი განათლება, ანუ უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული საგნებისა და მასალების სწავლა დამატებითი დარტვირთვა ამ სტუდენტებისთვის. ესიც უნდა აღნიშნოს, რომ პარალელურად მუშაობს ბევრი სტუდენტი, როგორც წეგანა უნიშნა ღამის სვლაში არიან ძირითადად, მაგრამ არის დღის სვლაში მომუშავეებიც და შესაბამისად ამ ყველაფრის ერთდროულად დროის მენეჯმენტი და რეალიზება ძალიან რთულია და მესმის, რომ ისეთივე შეიძლება კონკურენტულნი ვერ გამოდიან საბოლოო ჯამში, როცა უნივერსიტეტს ამთავრებენ. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ამას ახლავს თან დისკრიმინაციის შემთხვევები, არის პოზიტიური დისკრიმინაციის შემთხვევა, ისე ნეგატიური, პოზიტიური შეიძლება ითქვას ისეთ შემთხვევას, როცა მაგალითად თანატოლებს ან ლექტორებს უკვირს,
როგორ კარგად ისწავლე ქართული ენა. ერთი შეხედვით ეს არაფერს არ ამბობს, ანუ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ითქვას, მაგრამ თქმასაც გააჩნია ესე რომ თქვა თქმის მანერას და ჩვენ კვლევის შემთხვევაში აღნიშნავდნენ რომ იყო ასეთი შემთხვევებიც და ანუ პოზიტიური დისკრიმინაციის ჭრილში ძალიან ცუდად მოქმედებდა სტუდენტებზე. ნეგატიური დისკრიმინაცია თავისთავად ვერ ისწავლი, ვერ ჩააბარებ, მაგალითად ამბობდნენ სტუდენტები, რომ ზოგიერთი ლექტორი ეუბნება, რომ 51 კლასს დაგიწერ, ოღონდ შენ ხმარა მოიღო მთელი წლის განმავლობაში. და ეს საბოლოო ჯამში შრომის ბაზარზე როგორ აისახება? შრომის ბაზარზე როცა მივდივართ ჩვენ იმ იმედით, რომ სადმე დავსაქმდეთ. საჯარო სექტორში სადაც არ საქმდებით, ეგ ძალზე ამბავია, მაგრამ კერძო სექტორშიც ძალიან მცირეა, ხო? იმ პროფესიით მუშაობის, ასე ვთქვათ, სტატისტიკები რა პროფესიასაც დაამთავრა უნივერსიტეტში რეალურად და სხვადასხვა ალტერნატიული სფეროში გვიწევს, ასე ვთქვათ, მუშაობა. და ეს იმით არის გამბირებებული, რასაც ჩვენ აქამდე ვისაუბრეთ, თუ ზოგადად ეს შეიძლება ისახოს იმით, რომ ზოგადად ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ჩავარდნილი. ესე გარიყულად წარმოვაჩინოთ შეიძლება არასწორი მიმაჩნია, იმიტომ რომ ყველაფერი რაც წინა ეტაპზე საფუძველად დედო ამ შენ განათლებას თავისთავად მოქმედებს. ერთია რომ ეკონომიკური სიტუაცია ძალიან ცუდია, ეს თავისთავად მოქმედებს ყველა სტუდენტზე, მაგრამ როცა გყავს ისეთი სტუდენტი, რომელმაც სკოლაში კარგი განათლება მიიღო, მერე უნივერსიტეტში ზევით ააშენა თავისი ცოდნა, პლუს წავიდა საზღვარგარეთ, დაამატა გაცვლითი პროგრამით თავისი ცოდნა, მეორე მხრივ გყავს სტუდენტი, რომელიც რეგიონიდან ჩამოვიდა, ქართული ენა არ იცოდა, ძლივს ისწავლა ქართული ენა, რაღაც პრობლემები ჰქონდა, თამუშაობდა, ძლივს ესე რომ ვთქვათ, სხვადასხვა პრობლემას უკავებდა და დაამთავრა უნივერსიტეტი და გადის შრომის ბაზარზე, ეს ორი ადამიანი შესაბამისად ერთმანეთის კონკურენციას ვერ გაუწევს და ძალიან უჭირთ მერე ეთნიკური უმცირესობებს დასაქმება და მათი ძირითადი ესე იგი დასაქმების სფეროები არის ისეთი სამუშაო ადგილები, სადაც ანუ უცხო ენებზე არის მაგალითად თურქულენოვან ან აზერბაიჯანულენოვან კადრებს ეძებენ, ან კიდე არის ისეთი კოლ-ცენტრები ან სხვა არა მოთხოვნილებადი სამსახურები, სადაც ჩვენ სტუდენტებს ან კურსდამთავრებელს უწევს და ჩვენ ხშირად განათლების სამინისტროს, მათ შორის შერიგების სამინისტროს ანგარიშებში ვკითხულობთ, რომ 1+4 პროგრამით ენის სწავლის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ხო? რადგან ახალგაზრდები არიან ამ პროგრამის ბენეფიციარები. ეს გასაგებია და შესაძლოა რეალურ სურათსაც ასახავდეს ეს სტატისტიკა, თუმცა როცა საჯარო სექტორში დასაქმებაზე მიდის ამბავი, გვეუბნებიან, რომ არაკვალიფიციურია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ეხლა ამ მოცემულობაში გარკვეული სახის დილემასთან გვაქვს საქმე, ანუ თან ენას კარგად ვსწავლობთ, ან მათი ანგარიშების მიხედვით ამავდროულად ვართ არაკვალიფიციური. ეხლა ამ მოცემულობაში ვინ არის მტყვანი და ვინ არის მართალი? ესე იგი ერთია რომ თუ არაკვალიფიციური ვართ, ანუ ესე იგი ეთნიკური უმცირესობები ვერ მიიღეს შესაბამისი განათლება, ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების სისტემას აქვს პრობლემა და ვერ ასწავლის შესაბამისი შედეგი ვერ დადო, ესე იგი იმდენი უნივერსიტეტია და იმდენი პროგრამაა, ყველა რო ამთავრებს, კითხვის ნიშნის დგება ამ უნივერსიტეტის ფუნქციონირება და შესაბამისად მიწოდებული განათლებაც. მეორე მხრივ თუ ამბობთ, რომ ქართული ენას კარგად ფლობს, საბოლოო ჯამში ქართული ენის ფლობა ვერ განსაზღვრავს ინდივიდის კვალიფიკაციას რა, ანუ შეიძლება მე კარგად ვსაუბრობდე ქართული ენად, მაგრამ ამავდროულად არ გამაჩნია ისეთი კვალიფიკაცია, რომელიც მესაჭიროება. საჯარო სექტორში დასაქმება თავის მხრივ ცალკე საკითხია, იქ სხვა პრობლემებიც არსებობს, როგორც იცი, ახლა ჩემზე კარგად. ჩავთვალოთ, რომ ან რეზოლუციის სახით ავიღოთ მათი ეს მიდგომა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არის არაკვალიფიციური. და თავისთავად ეს თამამოყრება გარკვეული სახის სხვა კითხვებით. სხვა ერთი მთავარი კითხვა, აი როგორ შეიძლება იყოს ყველა არაეთნიკური ასე ვთქვათ უმცირესობა ერთდროულად არაკვალიფიციური. ან ეს ბუნებრივად თუ თეორიულად შესაძლებელია, რომ ყველა იყოს არაკვალიფიციური, ან ერთიც არ არის კვალიფიციური, რომელიც შესაძლებელი იყო თუნდაც შერიგების სამინისტროში დასაქმება თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში და ასე შემდეგ. მე არასწორად მიმაჩნია დამოკიდებულება, იმიტომ რომ საჯარო სექტორში არა, მაგრამ კერძო სექტორში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ყავს, რომელმაც დაამთავრა 1+4 პროგრამა და
ძალიან მოწინავე პოზიციები უკავიათ. ეს მიმაჩნია რომ სახელმწიფო პოლიტიკაა და არ უნდათ ესე რომ ვთქვათ მაღალ პოზიციებზე დანიშნოს რა. კი ბატონო, შეჯამებისგან რომ წავიყვანოთ ჩვენი დღევანდელი დისკურსი, ფაქტობრივად ჩვენი განათლების სისტემასთან ურთიერთობამდე იწყება ჩვენთვის არა თანასწორი მოცემულობა და ჩვენი სასტარტო პირობები არ გვაქვს თანასწორი დომინანტური ჯგუფების წარმომადგენლებთან და იმ არა თანასწორი მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები, როცა უწევთ უკვე განათლების სისტემასთან შეხება, მათთვის ეს მოცემულობა გარკვეული სახის ისეთი პირველადი მოთხოვნილებების დაგმოყოფილებასთან არის ამავდროულად დაკავშირებული, რომელიც მათი დაგმოყოფილების გარეშე განათლების მიღებაზე საუბარიც კი ზედმეტია. თავისთავად საბავშვო ბაღში, სკოლაში, მე მივდივართ უმაღლესი განათლებაზე და ეს სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებები უფრო და უფრო იზრდება. და როგორც შენც აღნიშნე, საბოლოო ჯამში ჩვენ ეს 4 წელს განმავლობაში, რომელიც პარალელურად უნდა მივიღოთ განათლება და უნდა შევისწავლოთ იმ პროფესია, რა პროფესიის მიმდევარიც უნდა გავხდეთ 4 წლის შემდეგ, პარალელურად გვიწევს 4-5 სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ერთი უნდა ვიმუშაოთ, ამავდროულად ქართულენა უნდა ვისწავლოთ, ერთი სისტემური მიდგომასთან უნდა ვიბრძოლოთ, ამავდროულად სამომავლო პერსპექტივებზე უნდა ასე ვთქვათ ვიზრუნოთ და ამავდროულად უნდა დავფიქრდეთ და უნდა მოვამზადოთ საკუთარ თავი იმისათვის, რომ შრომის ბაზარზე როგორ გავუწევთ კონკურენციას. თუმცა ხედავთ ამავდროულად მოცემულობას, რომ ეს სოციალური ეკონომიკური უთანასწორობა, სადაც ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში მკვეთრად აისახება და ჩამოსვლისთანავე იგრძნობა ეთნიკური უმცირესობების მოცემულობა და სოციალურ-ეკონომიკური ასე ვთქვათ მოწყვლადობა საბოლოო ჯამში აისახება განათლების სისტემაზე, თუნდაც იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები და დომინანტური ჯგუფები თანაც ცხოვრობენ, მათი სოფლებს შორისაც არის მკვეთრი დისბალანსები ამ სოციალურ-ეკონომიკურ მოცემულობაში და ბოლო კითხვა და ჩვენ უკვე უნდა დავასრულოთ ეს საკითხი. საბოლოო ჯამში ეს ზოგადი განზომილება გულების გარდა სოციალურ-ეკონომიკურ მოცემულობასა, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ. შრომის ბაზარზე დასაქმების კონტექსტში რა დაგვანახა ახალგაზრდების პერსპექტივები, აი რას ფიქრობენ ამ პერსპექტივასთან დაკავშირებით და მეორე კითხვა, რომელიც ურთიერთდაკავშირებულია, საერთოდ ხედავენ თუ არა აზრს ამ უმაღლესი განათლების მიღებას ამ სისტემური მოცემულობის ფონზე. მეორე კითხვიდან დავიწყებ, თავისთავად ახლა ჩვენ ახალგაზრდებს სხვა საშუალება არ აქვს და შესაბამისად ურჩევნიათ მიუხედავად ამ უთანასწორობისა აქვე ჩააბარონ, იმიტომ რომ თავიანთ თავს ხედავენ საქართველოში, თავიანთ მომავალს და შესაბამისად ურჩევნიათ რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა აქვე ჩააბარონ, აქვე ისწავლონ და მიიღონ განათლება. ხოლო პირველ კითხვას რაც შეეხება დასაქმების პროცესით თან ახლავს ამ პროცესთან ახლავს სიძნელეები, ერთი მხრივ გასაუბრების პროცესი, სამუშაოს პოვნის პროცესი, მეორე პრობლემებია უკვე დასაქმების დროს მათ რა მოვალეობები უწევს და სხვა ისეთი საკითხები. ძირითადად ვიცით რომ სუპერმარკეტებში, კოლ-ცენტრებში და ესე იგი სხვა სექტორში, სარესტორანო სექტორში არიან დასაქმებული და ეს სექტორები ძალიან არასათანადოდ ეპყრობა თანამშრომლებს. ერთი ბოლოს მინდა ერთი ის დავამატო, შეიძლება ჩვენ მაყურებელმა კითხვა დასვას, რომ აგი ქართველებსაც აქვს იგივე პრობლემები ეკონომიკური თუ სხვა სოციოლოგიური პრობლემები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია მაგ პრობლემის სიღრმე, ანუ რამდენად რითი არის გამოწვეული. ხო, როგორ ვზომავთ და დეტალებში რო ჩაურმავდოთ, უფრო რომ მივიდეთ თითოეულ ადამიანთან და თავის ისტორია რომ მივიღოთ და ამის შემდეგ შევადაროთ და არ ვთქვათ რომ მაგალითად თქვენ არ სწავლობთ ძალიან ადვილი გამოსავალია გადააბრალოს სხვას და არ ჩაურმავდე პრობლემის სიღრმეებში და გამოიკვლია
და მე მაგის მოგვარებაში რომ მონაწილეობა მიიღო, რაც გვაკლია ესე. ბუნებრივია ყველაფერი არის თანაპარტობითი და ყველაფერი უნდა იქნას განხილული იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც არის იმავე თემი, ხო? რომ შევაჯამოთ საერთო ჯამში ამ მოცემულობას, ჩვენ შეგვიძლია გამოვიდანოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა, უფრო ბევრი დასკვნა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანს ამოვგითხოთ. ერთი არის ის, რომ სოციალურ-ეკონომიკური მოცემულობა არის საძირკვალი განათლების სისტემისაც და მათი დაკმაყოფილების გარეშე ვერც ერთი საფეხურზე ჩვენ ვერ მივიღებთ სათანადო განათლებას და განათლების პოლიტიკიდან და საერთოდ ეს თანასწორობის პოლიტიკიდან ეს სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობა, რასაც ეთნიკური უმცირესობები ყოველდღე ასე ვთქვათ უძევთ ბრძოლა, ეს ასე ვთქვათ ამოვარდნილია. მეორე მნიშვნელოვანი მოცემულობა, რომ შრომის ბაზარზე კონკურენციას ვერ ვუძევთ იმის გამო, რომ ჩვენი სასტარტო პირობები არ არის თანასწორი და ჩვენ თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ ვიბრძვით იმისათვის, რომ რაღაცა დონეზე თან საკუთარ თავი დავაკმაყოფილოთ და თან ის უნდა მივიღოთ, რისთვისაც ასე ვთქვათ იმ ადგილში ვიმყოფებით, თუმცა მომავლო, ასე ვთქვათ, მოთხოვნილებებიც, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საჭიროებებით არის გამბირობები, რომელიც დაკმაყოფილებას საბოლოო ჯამში გვიწევს, თუმცა ეს ხდება საბოლოო ჯამში იმ დროის ხარჯზე, რა დროშიც ჩვენ უნდა მივიღოთ განათლება და ერთ-ერთი მთავარი პოინტი ამ მოცემულობაში, როცა ამ მდგომარეობაში ჩვენ ვსაუბრობთ სათანადოდ და ხმამაღლა ჩვენი უფლებებზე, ხშირ შემთხვევაში ხვდებით ისეთი ნარატივებს თუ ისეთი მიდგომებს, რომ ეს არის ტყუილი, ეს ვერ იქნება ასე, რადგან ვარ სწავლობთ და ასე შემდეგ, ხო? თუმცა იმ საზოგადოების იმ სეგმენტი, რომელიც არასდროს არც კი დაფიქრებულა ამ საკითხებზე, არასდროს უბრალოდ სიცარიელეთი არიან განიარაღებულები, რომ უნდა ისწავლოთ, თუმცა არც კი დაფიქრებულან იმაზე, რომ როგორ უნდა ისწავლოს ეს ახალგაზრდა, რომელიც ამ დახადულ რეალობაში ცხოვრობს. საბოლოო ჯამში მინდა იმით დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი დისკუსია, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოცემულობაზე, იმ სისტემური დისკრიმინაციაზე, ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უფლებების დაკმაყოფილებას და არას ხვის, ეს არის ჩვენი განონით გათვალისწინებული უფლება, ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც არც წერაში და არც რეალიზებაში ფაქტობრივად ვერ ვიღებთ მონაწილეობას და აქედან გამომდინარე ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უფლების რეალიზებას. ძალიან დიდი მადლობა ანარ ამ მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ შრომისთვის, რასაც კვლევის პროცესში დადეთ და ეს კვლევა ახლა მომავალში იქნება საჭარო და საზოგადოებასთან გავაზიარებთ შესაბამისად საზოგადოებასაც ექნება ხელმისაწვდომობა და შეგიძლიათ გაიცნოთ სრულყოფილად.